მოგესალმებით, მინდა გასაუბროთ ჩემს ახალ წიგნზე სიცოცხლე შვენებს შენითა. ეს არის სიკვდილის პარადიგმა ქართულსა და უცხოურ მოდერნიზმში. სიკვდილის თემა ყოველთვის აინტერესებდა ადამიანს. სიკვდილი და სიცოცხლე დიდი ხანი არ არის მხოლოდ ბიოლოგიური ცნებები და ფილოსოფიური კატეგორიებად იქცა. მე-19 საუკუნის ფრანგი მეცნიერი ტანგლიო ამბობდა, რომ სიკვდილი არის ყველა ცოცხალი ორგანიზმის ზოგადი ნიშანი. ტანატოლოგიის სიკვდილის შესახებ ფილოსოფიური მოძღვრების ერთ-ერთი ფუძემდებელი ბაში მიიჩნევდა, რომ სიცოცხლე არის იმ ნიშანთა ერთობლიობა, რომლითაც ადამიანი უპირისპირდება სიკვდილს. აბსოლუტურად სხვა პოზიცია ჰქონდა გერმანელ ფილოსოფოს არტურ შოპენჰაუერს, რომელმაც შექმნა ფილოსოფიური პალიგენეზიის თეორია. ეს არის რელიგიური ინკარნაციის ალტერნატიული თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანის ნება არის უხვდავი და იგი სხვადასხვა სხეულში გადადის. ამ თეორიის თანახმად ადამიანებს შორის არსებობს მეტაფიზიკური ზღვარი და ერთი და იგივე ინდივიდი შეუძლებელია ერთდროულად რამდენიმე განზომილებაში არსებობდეს. ამის შესახებ ლაპარაკია შოპენჰაუერის ცნობილ წიგნში სამყარო როგორც ნება და წარმოდგენა, ამ წიგნის მეორე ნაწილში. ზოგიერთი ფილოსოფიური მოძღვრება და რელიგიათა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სიკვდილი არის მარადიული ცხოვრებისა და აღდგომის წინაპირობა. სიკვდილის არსებობამ ძალიან დიდი გავლენა იქონია საზოგადოებრივ ურთიერთობებზე და გახდა რელიგიათა წარმოქმნის უმთავრესი მიზეზიც. თითქმის ყველა რელიგია მიიჩნევს, რომ სიკვდილი ეხება მხოლოდ ფიზიკურ სხეულს, სული კი უხვდავია, ის განაგრძობს სხვა სხეულებში არსებობას, რეინკარნაციას განიცდის. ზოგიერთი აღმოსავლური რელიგიის თანახმად, ნირვანაშია ბუდიზმის თანახმად, მარადულად აგრძელებს ცხოვრებას ქრისტიანობის თანახმად. ქრისტიანობის მიხედვით ამ ქვეყნიური ცხოვრება ადამიანს მიეცემა როგორც გამოცდა და განსაცდელი და ეს არის მხოლოდ მზადება მარადიული ცხოვრებისათვის. სიკვდილის თემა ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ლიტერატურისათვის, რადგანაც მასთან შეხვედრა, მისი აღქმა ხდება ნიშნის, სიმბოლოს ან განსჯის დონეზე, მათი ფილოსოფიური ონტოლოგიზაცია კი საეჭვოა. ლიტერატურას კი შესწევს უნარი მოიხელთო სიტყვაში გააცოცხლოს სიკვდილის მომენტი, ამიტომ სიკვდილსა და ტექსტს შორის არსებული ინტრიგა ყოველთვის აინტერესებდა მკითხველს. თანამედროვე სერბი პოსტმოდერნისტი მწერალი მილორად პავიჩი ამბობს, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ ყველაზე დიდხანს განაგრძობს არსებობას ადამიანის ის ნაწილი, რომელიც სიტყვასთან არის დაკავშირებული. მხატვრულ ტექსტში სიკვდილი არ არის მხოლოდ ფაბულის ან სიუჟეტის ნაწილი. მწერალი სიკვდილის გამოსახვით გამოხატავს თავის მენტალობას, მსოფლმხედველობას, დამოკიდებულებას პერსონაჟებისადმი. ეს არის პერსონაჟის ავთენტურობის ერთგვარი ინდიკატორიც. თომას მანის პერსონაჟებს განსაკუთრებული საკრალური დამოკიდებულება აქვს სიკვდილისადმი, ყოველთვის მოწიწებით საუბრობენ მასზე და ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ჯადოსნური ღვთისმთავარი პერსონაჟი ჰანს კასტორფი. ეს პერსონაჟები ძალიან ბევრს რეფლექსირებენ და მსჯელობენ სიკვდილის სიცოცხლის არსზე. გოეთეს ცნობილი ნაწარმოები ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი განსაკუთრებულია მკითხველზე ემოციური ზემოქმედების კუთხითაც. როდესაც ეს ნაწარმოები ლესინგმა წაიკითხა, მან ურჩია გოეთეს, რომ ვერთერის თვითმკვლელობის სცენა შეეცვალა, მაგრამ მხატვრული კანონზომიერებიდან გამომდინარე ავტორი ამ ნაბიჯს ვერ გადადგამდა. ვერთერის თვითმკვლელობა მართლაც ფატალური აღმოჩნდა და არა ერთმა უიღბლო და წარუმატებელმა შეყვარებულმა მისი მიბაძვით სუიციდით დაამთავრა ცხოვრება. ამიტომაც ეს წიგნი ძალიან ბევრ ქალაქსა და საჰერცოგოში აკრძალეს. მოგვიანებით ფსიქოლოგებმა ამას ვერთერის ეფექტი უწოდეს. დოსტოევსკის პერსონაჟი არის აბსოლუტურად თავისუფალი, რადგანაც მას თავისუფლებას სიყვარული ანიჭებს. დოსტოევსკის პერსონაჟი როგორც წესი ხვდება სიყვარულის ზენიტში და ამიტომაც მისთვის სიკვდილი არის უმტკივნეულო ბუნებრივი პროცესი. ტოლსტოის პერსონაჟი ხვდება ისე როგორც იცხოვრა, იმსახურებს საკუთარ სიკვდილს. ტოლსტოის მოთხრობაში სამი სიკვდილი აღწერილია, როგორ ხვდება დიდგვაროვანი ქალბატონი, მან მთელი ცხოვრება
სიყალბეში გაატარა, გარეგნულად წამოდა უფლის, მაგრამ სული სიღმეში არ ჯერა, რომ არადეული ცხოვრება არსებობს და ამის გამო მისთვის სიკვდილი არის ძალიან ტანჯველი და მტკივნეული პროცესი. მოხუცი მეტლე ჰარმონიულად ცხოვრობდა და მას უყვარდა ბუნებასთან ურთიერთობა, ადამიანები, სიყვარულით გაზარდა თავისი შვილები და შვილიშვილები, ამიტომაც მისთვის სიკვდილი არის უმტკივნეულო პროცესი, ბუნებრივი პროცესი, ასევე ბუნებრივად გვხვდება ხეც. ასეთივე დამოკიდებულებაა სიკვდილისადმი ქართულ ლიტერატურაშიც, იგივე და განვიხილოთ იდეურ თემატურ დონეზე. ასე ხდება ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში. განდეგილი სიკვდილი არის მისი უდაო სულიერი მარცხის მაჩვენებელი და განმსაზღვრელი. ოთარ ანთქმულში ახალგაზრდა წალღანიცავზე გიორგი გვხვდება წერილის იდეის ხიდჩატეხილობის ხაზგასასმელად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწარმოები ილიამ თავისი შემოქმედების მეორე ეტაპზე დაწერა, როდესაც სოციალურ საკითხებში იგი ლიბერალურ პოზიციაზე იდგა და კეთილშობილი თავადების დაგვიხადა არჩილისა და კესოს სახით, მაინც მთავარი აქ არის ის ხიდჩატეხილობა, რომელიც ორ წოდებას შორის არსებობს და სწორედ ამას ეწირება გიორგის სიცოცხლე. მე-19 საუკუნის ბოლომდე მთელი მსოფლიო ლიტერატურა იყო უფლის ძიების პროცესი. მწერალთაგან ზოგიერთს მეტად სწამდა უფალი, ზოგს ნაკლებად, მაგრამ მენტალურად ყველა მათგანის ცნობიერებაში არსებობდა ღმერთი. სამყაროს ცენტრში იყო დემიურგი, რომელიც განაპირობებდა მსოფლიო წესრიგს. ამ ძიების პროცესში ოდნავი კორექცია მოახდინა განმანათლებლობის ეპოქამ, როდესაც პირველად ერთმანეთს დაუპირისპირდა სეკულარული და საკრალური, როდესაც ადამიანმა ჩათვალა, რომ არ არსებობს დაფარული ცოდნა და რომ ადამიანის გონებას ყველაფრის გააზრების და აღქმის უნარი გააჩნია, მაგრამ უფლის ძიების პროცესი მაინც გაგრძელდა. მე-19 საუკუნის ბოლოდან კი ასპარეზზე გამოდიან ახალი ფილოსოფოსები, ახალი მოაზროვნეები, რომლებიც თვლიანად ცვლიან კაცობრიობის აზროვნებას, რაც გავლენას მომავალში ლიტერატურაზეც ახდენს. ლიტერატურა ასახავს უღმერთოდ დარჩენილი მარტოსული, მარგინალი ადამიანების ყოფას. ყველაზე დიდი გავლენა ამგვარ შემოტრიალებაზე მოახდინა, რა თქმა უნდა, ნიჩეს ფილოსოფიამ და მის მიერ ღმერთის მოხდინებას, თუმცა ღმერთის მოკლა ნიჩეს მიერ არ ყოფილა უმტკივნეულო პროცესი. დიდი ფილოსოფოსი ამ დასკვნამდე დიდი შინაგანი ჭიდილითაც მივიდა. სწორედ ამიტომაც ამბობდა ჰაიდეგერი, რომ ის არის უკანასკნელი გერმანელი ფილოსოფოსი, რომელიც ეძებს უფალს. თუ როსტომ ჩხეიძეს დაუჯერებთ, ესე ითხოვდა ზარათუსტა არის იობის წიგნის მსგავსი წიგნი, რომელიც თავისი პროტესტისა და ამბოხის მიუხედავად მან შეიტანეს ძველი აღქმის წიგნებში. როგორც არ უნდა იყოს, ნიჩემ ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა მოდერნისტულ ლიტერატურაზე, დამთავრდა უფლის ძიების პროცესი. პირველი მოდერნისტული მიმდინარეობა არის სიმბოლიზმი. წიგნში დაწყვილებით არის საუბარი ფრანგულ და ქართულ სიმბოლიზმზე. საუბარია იმაზე, რომ სიმბოლიზმი არის პირველი ლიტერატურული მიმდინარეობა, საიდანაც იწყება დიდი კონფლიქტი, განხეთქილება ქრისტიანობასთან, მაგრამ ამასთანავე ეს არის ქრისტიანობისა და უფლის წიაღსა და არსში დაბრუნებაც. სიმბოლიზმი არის იმგვარი პოეტების ასპარეზი, რომლებიც თავად ქმნიან სამყაროს, მათ არ მოსწონთ ობიექტური სინამდვილე და თავად იგონებენ ამ სინამდვილეს. ისინი უარს ამბობენ ქრისტიანულ მითებზე და ქმნიან სიმბოლისტურ მითებს. მათ ღმერთის ჩანაცვლებაც კი მოახერხეს. ახალი ქრისტე არის ხელოვნება, რომელიც დაიბადა პარიზში და რომელიც მათი აზრით განკურნავს კაცობრიობას თავისი სულიერი და ფიზიკური ტკივილებისაგან. ასე ფიქრობდნენ როგორც ფრანგი, ასევე ქართველი სიმბოლისტებიც. ქართველებიც ფრანგების მსგავსად დაუბრუნდნენ უფლის წიაღსა და არსს და ამის ნიმუშია ტიციან ტაბიძის ლექსების ციკლი ქალდეას ქალაქები, პავლო იაშვილის ცნობილი ლექსები წერილი დედას და მეღორის სიმღერა. აქვე არის განხილული ტერენტი გრანელის პოეზია, როდესაც საუბარია სიმბოლიზმზე და სიკვდილის პარადიგმაზე. ძნელია გვერდი აუარო ისეთ პოეტს, რომელიც გამუდმებით სიკვდილის არსზე ფიქრობდა.
გრანელს ეწოდება ადამიანი, რომელიც დაბადებიდანვე სიკვდილისთვის არის განწირული, მისთვის არ არსებობს არც სიკვდილი, არც სიცოცხლე, ეძებს მესამე გზას, მაგრამ არა მხოლოდ თავისთვის, არამედ ადამიანისათვის ზოგადად. აქვე არის განხილული გალაქტიონ ტავიძის შემოქმედება ამ კონტექსტში. გალაქტიონი ერთი მხრივ ინტუიციით გრძნობდა, რომ ქრისტიანულ რწმენას ღმერთს არ ჰქონდა ის ფუნქცია და ის მისია, რომელსაც იგი საუკუნეების მანძილზე ატარებდა, მაგრამ მეორე მხრივ მას აუცილებლად ჭირდება საყრდენი, აუცილებლად ჭირდება სიყვარული უფლის სახით. სწორედ ამით არის გამოწვეული მისი გაორება. გალაქტიონის ცნობილი ლექსი შერიგება არის უფლის წიაღში დაბრუნება და დღეს უკვე აღარავის ეჭვიარება, რომ იგი ქრისტიანი ავტორია. ცალკე წიგნში არის განხილული უცხოელი და ქართველი მოდერნისტების, პროზაიკოსების დამოკიდებულება სიკვდილის პარადიგმისადმი. ფრანც კაფკას პერსონაჟი არის გაუცხოებული, მარტოსული და იგი ისჯება მორალური დანაშაულის გამო. ასეთ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი ამ უღმრთო ეპოქაში, მაგრამ კაფკას პერსონაჟი კვდება გარემოსთან, სხვა ადამიანებთან შემრიგებულ მდგომარეობაში და ჰარმონიაში. მარსელ პრუსტს სჯერა, რომ თავისი პერსონაჟი მარადიულ სიცოცხლეს გააგრძელებს, მაგრამ ეს არ არის ქრისტიანული სასუფეველი. მას სჯერა, რომ არსებობს რელიგიური რეინკარნაცია და სული ერთის სხეულიდან მეორეში გადავა, მაგრამ მას გადაყვება ყველა ის ცოდვა და მადლი, რომელიც ცხოვრებაში ჩაიდინა. თუ ეს პერსონაჟი მწერალიც არის, პრუსტი დარწმუნებულია, რომ იგი წიგნების სახით და თავისი შემოქმედების სახით გააგრძელებს არსებობას. ალბერ კამიუს შემოქმედებაში ძირითადი არის სამი მომენტი, ეს არის აბსურდი საყოველთაობა, აბსურდი მეფობს, ამბობს კამიუ, სიკვდილის გარდაუვალობა. საკუთარი თავის შეცნობა ადამიანმა უნდა დაიწყო სიკვდილის შეცნობით და გაუცხოების პრობლემა. ყველა ადამიანი არის უცხო, სწორედ ამ კონტექსტში არის დანახული სიკვდილის პარადიგმა. ჰენრი მილერი, ცნობილი ამერიკელი მწერალი, კირჩხიბის ტროპიკში აღწერს კორექტორის სიკვდილს, რომელიც საყურადღებო გახდა მხოლოდ იმით, რომ ლიფტის შახტაში ჩავარდა და ასე დაამთავრა სიცოცხლე. ამის მერე მიიქცია მან გარემომცველთა ყურადღება, თუმცა იქამდე არავის არ ახსოვდა მისი არსებობა. ხდება სიკვდილის საოცარი პაროდირება, მხოლოდ ისეთი, როგორც ჰენრი მილერს ახასიათებს. აქვე მიმოხილულია რამდენიმე ქართველი თანამედროვე მწერლის შემოქმედებაში სიკვდილის პარადიგმისადმი დამოკიდებულება. როგორც ეპიკური ამბობდა, როდესაც ჩვენ ვართ, სიკვდილი არ არის, ხოლო როდესაც სიკვდილი დგება, ჩვენ არ ვართ, იგი უხილავია როგორც ცოცხლების, ასევე მიცვალებულთათვის. სწორედ ამიტომ იწვევს სიკვდილი ლიტერატურის განსაკუთრებულ ინტერესს და ეს ისეთივე მარადიული თემაა, როგორც სიყვარული. სიკვდილი და უკვდავება მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. მისთვის არ არის დამახასიათებელი სიკვდილის დრამატული აღწერა, პირიქით ესთეტიზირებულად არის აღწერილი სიკვდილი. ეს არის ამქვეყნიური ტანჯვა-წამების, სულიერი მარტოობის, იმედგაცრუების დასასრული. სიკვდილის ანტითეზად განიხილება ხელოვნება, რადგანაც ხელოვნება ხშირად ამარცხებს სიკვდილს. მე პოეზიამ დავიწყებილს ცელს ამარიდა, ასე ამბობს გალაქტიონი, რაც შეეხება სიმბოლისტებს, ისინი სიკვდილს უყურებენ როგორც ბოლო პოეტურ თუ არტისტულ აქციას, როგორც ბოლო პოეტურ ნაბიჯს, რითაც დაასრულებენ თავიანთ პოეტურ ცხოვრებას.